როგორ უნდა გავხდეთ წარმატებული პროპ ფირმ ტრეიდერები? მეგობრებო, ესეც დაპირებული ვიდეო, თუ როგორ უნდა მივუდგეთ პროპ ფირმებს და როგორ უყურებთ მე ამ ყველაფერს. და მოდი პირდაპირ გადავიდეთ ვიდეო. ასევე მეგობრებო, გეტყვით რომ თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, აუცილებლად მოიწერეთ არხი და აქვე მინდა ძალიან საინტერესო გითხრათ მეგობრებო, იმას, რასაც ვისაუბრებ ამ ვიდეოში. გავაკეთებ live-ში, ყველაფერს განახებთ YouTube-ში და Discord-ზე, ასევე განახებთ ყველა ტრეიდებს, რასაც გავაკეთებ და ყველა ტრეიდებს განვიხილავთ Discord-ში, იმ შემთხვევაში თუ ჩემი გამომწერები ავლენ 1000 subscribers. თუ ავალთ 1000 გამომწერზე, მაგ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ მე თვითონ და განახებთ ამ ყველაფერს live-ში, თუ როგორ ვაკეთებ და როგორ უნდა გააკეთოთ თქვენც. მოკლედ მეგობრებო, როგორ უყურებ ახლა მე ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ახლა მე რასაც განახებთ, ეს არის უკვე გამოცდილ ტრეიდერზე მორგებული. თუ თქვენ ხართ დამწყები ტრეიდერები, რა თქმა უნდა, პირდაპირ ესე არ უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ ეს მოითხოვს რა თქმა უნდა გამოცდილებას და თანხასაც. მაგრამ განახებთ თუ რას გულისხმობთ მე ამ ყველაფრით. თავიდან თუ თქვენ ხართ დამწყები, რა თქმა უნდა, გირჩევთ რომ ჯერ ისწავლოთ ტრეიდინგი, იმიტომ რომ ტრეიდინგი შენ არ სწავლობ პროპ ფირმებით, პროპ ფირმები შენ გეხმარებიან იმაში, რომ მოგცენ კაპიტალი, სადაც შეგიძლია გააკეთო, ესე ვთქვათ, უფრო დიდ კაპიტალზე მოგება. ასე რომ თუ არის შენ ტრეიდინგი, ჯერ გირჩევდი რომ ისწავლო უბრალოდ ტრეიდინგი, სანამ შენ გადახვიდოდი პროპ ფირმებზე, იმიტომ რომ პროპ ფირმების მიდგომა არის სულ სხვანაირი და სულ სხვანაირად უნდა მივუდგე ფირმებს. მოკლედ მეგობრებო, ახლა გადავიდეთ Remarkable-ზე, სადაც მე დაგიხაზავთ ყველაფერს, რას გულისხმობ, როგორ გულისხმობ და რანაირად გულისხმობ. და მოდი დავიწყოთ მეგობრებო, ნახეთ ახლა რა ხდება. მე რა თქმა უნდა ვაჭრობ FTMO-ზე, ანუ FTMO გავტესტე, ძალიან მომეწონდა ვჩები FTMO-ზე. რა თქმა უნდა გზადაგზა, როცა ესე ვთქვათ დახურავ ყველაფერს FTMO-ზე და გექნება max ალოკაცია, შეგიძლია შემდეგ გადაინაცვლო სხვა პროპ ფირმებზეც და გქონდეს ესე ვთქვათ რამოდენიმე პროპ ფირმაზე აკაუნტი. ამაში მე არანაირ პრობლემას არ ვხედავ. ხშირად მესმის ხოლმე რომ აი FTMO არის ძალიან ძვირი, მაგრამ როცა შენ ესეთ რაღაცას ეხები, გირჩევნია რომ უფრო მეტი გადაიხადო. მაგრამ ივაჭრო ლეგიტიმურ პროპ ფირმაზე და იყო დარწმუნებული რომ ისინი აუცილებლად გადაგიხდიან თუ შენ გააკეთებ რა თქმა უნდა მოგებას. მაგრამ ასევე არ უნდა დაგვაუწყოს რომ ისინი არიან ძალიან მკაცრები, ამიტომ შენ თუ გამბლინგით იყავი და დაკავებული, ისინი აუცილებლად გამოგიგზავნიან emails და გაგაფრთხილებენ ან პირდაპირ დაგბლოკავენ. ასე რომ ეს არის რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი. მოდი ახლა დავიწყოთ მეგობრებო, FTMO აკაუნტზე $10,000 challenge ღირს $183. ეს დავწერთ აქ. $183. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. ჩვენ ვიცით რომ როცა შენ ხარ მომგებიანი ტრეიდერი და როცა შენ ამბობ რომ აი მე მაქვს 60-40%-ამდე win rate, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ challenge-ებშიც ზუსტად იგივე არის. ესე იგი 10 challenge-დან შენ შეიძლება გადახვიდე 6-დან 4-მდე, ნუ საშუალოდ თავიყოთ 5, მაგრამ ამ ვიდეოში გამოვიყოლოთ 40% რომ 10 challenge-დან გადახვალ 4 challenge-ში. ამიტომ ის რომ შენ challenge დაკარგო, ამაში არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად შესაძლებელი. აქვე მინდა ვთქვა მეგობრებო, როცა შენ ამ სტრატეგიას მიყვები და ამას აკეთებ, რაც მე აქ გიხაზავთ, ამ შემთხვევაში 1%-იანი რისკის აღება არის სისულელე. რატომ არის სისულელე? ეს არის სისულელე, იმიტომ რომ challenge-ების გასვლა და შემდეგ ვერიფიკაციის, რა თქმა უნდა, მოითხოვს დროს. და შენ როგორც მომგებიანი ტრეიდერი, რა თქმა უნდა, არ გინდა რომ 1 თვე და 2 თვე იყო ამ challenge-ებში და 1 თვე და 2 თვე ელოდო, სანამ შენ ესე ვთქვათ ამ challenge-ებს გადაევლი, ამიტომ ჩემთვის მისაღები არის რომ 1.5%, 2%, ხანდახან შეიძლება უფრო მეტიც გარისკო ხოლმე challenge-ებში. რა თქმა უნდა, როცა შენ ფუნდად იქნები და მოგცემენ, ესე ვთქვათ, live აკაუნტებს, მაგ შემთხვევაში შეგიძლია ისე 1%-ზე ჩამოწიოს შენი რისკი, ან უფრო ნაკლებიც გააჩნია რამხელა თანხა გექნება, მაგრამ იმისთვის რომ challenge-ები გადალახო რაც შეიძლება მალე, რა თქმა უნდა, თუ ხარ მომგებიანი ტრეიდერი, მაგ შემთხვევაში შეგიძლია თქვა რომ აი მე ვიღებ 1.5 ან 2%, იმიტომ რომ ეს უბრალოდ დიდი ხანი გრძელდება. სანამ გავაგრძელებ ამას მეგობრებო, ანუ მინდა გითხრათ რომ როცა შენ იღებ challenge, ანუ $10,000-იანი challenge რომ აიღე, შენ გაქვს 2 საფეხური, ესე ვთქვათ, პირველი არის challenge, სადაც უნდა გააკეთო 10% მოგება, იმის რომ დაამტკიცო რომ შენ ხარ ნამდვილად კარგი ტრეიდერი და მომგებიანი ტრეიდერი და შემდეგი არის ვერიფიკაცია, სადაც უნდა გააკეთო 5%. ანუ ეს ორი თუ გაიარე, მაგ შემთხვევაში შენ მიიღებ live accounts
და შეგიძლია უკვე ნამდვილი $10,000 ივაჭრო, ანუ ნამდვილი $10,000 არ გაძლევენ, მაგრამ გაძლევენ $10,000, სადაც შენ შეგიძლია დაკარგო მაქსიმუმ $100 და რასაც გააკეთებ, იმის 80% არის შენი, 20% არის პროფირმის. ასე მეგობრებო, უნდა დაგვაწოდეს, რომ შენ შეგიძლია ერთ დღეში მაქსიმუმ 5% დაკარგო, ანუ $500 აქაც და აქაც და შეგიძლია მაქსიმალურად 10% დაკარგო. ანუ ერთ დღეს შეგიძლია მაქსიმალური ლიმიტი გაქვს, რომ 5% დაკარგო და მთლიანი კაპიტალის 10%-ის დაკარგვა შეგიძლია. 0% რომ დაკარგავს, შენი ჩელენჯი ესე ვთქვათ გაუქმდება და ესე ვთქვათ წაგართმევენ ამ აკაუნტს. ანუ ახლიდან უნდა დაიწყო ახალი ჩელენჯი უნდა იყიდო. იმ შემთხვევაში თუ ერთ დღეში 5%-ზე მეტი დაკარგე, მაგ შემთხვევაში შენ გართმევენ ესე ვთქვათ შენ აკაუნტს. მაგრამ როცა გააკეთებ 10%-ს და შენ ვერიფიკაციაში 5%, შემდეგ შენ გაძლევენ ასე ვთქვათ live აკაუნტებს, სადაც შეგიძლია ივაჭრო. მოკლედ მეგობრებო, რა მინდა მე ამ ყველაფერს თქვა, მე ამ ყველაფერს მინდა ვთქვა, რომ და ჩემი სტრატეგია რომ გითხრათ და ადვილად რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერთვის, ჩემი აზრით და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომა, არის ის რომ თან ასევე როცა შენ იწყებ პატარა კაპიტალით, როგორ გაზარდო, ნაბიჯ, გზადაგზა, მეტი შენი კაპიტალი და ესე ვთქვათ, უფრო მეტი სავაჭრო კაპიტალი მიიღო. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ $10,000-იანი აკაუნტით. ანუ $10,000-იანი აკაუნტი, 10 ცალი და ეს გამოდის მეგობრებო, მოდი ეს დავამოკლოთ $185-ზე. გამოდის $1,850. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, არ დაგვაუწყდეს ის რომ როცა შენ ამ ჩელენჯს გადადიხარ, ამ $185 დამრგვალებულს გაძლევენ უკან. ანუ პირველივე payout-ზე ამ თანხასაც გიბუნებენ უკან, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. ახლა ნახეთ რა ხდება, შენ გაქვს $10,000-იანი 10-ჯერ $10,000-იანი აკაუნტი, რაც ნიშნავს, რომ შენ გაქვს $100,000-იანი კაპიტალი. ესე ვთქვათ, live კაპიტალი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ საჩელენჯო კაპიტალი. ამ შემთხვევაში მოდი ვთქვათ, მეგობრებო, რომ შენ 60%-ს კარგავ, ანუ 6 აკაუნტს კარგავ და 4 აკაუნტზე გადიხ. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაქვს 40,000-იანი live აკაუნტი. $40,000-იანი live აკაუნტი და ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. თუ შენ შეძლებ იმას, რომ ამ 40,000-დან გქონდეს payout-ები, მაგ შემთხვევაში შენ ამ $1,850-დან მოდი ახლა გადავამრავლოთ, ანუ $185 რომ გავამრავლოთ 4 აკაუნტზე, გამოდის $740. ანუ შენ უკვე $740 გიბურნებენ უკან. და $1,850 რომ გამოვაკლოთ $740 გამოდის რომ შენ ისევ $1,110 ესე ვთქვათ წაგებაში ვერ ვიტყვით, მაგრამ ესე ვთქვათ დახარჯული გაქვს $1,110 ამ პროფირმებზე და შენი მიზანი არის რომ ესე ვთქვათ ეს თანხა გააკეთო და ესე ვთქვათ შენი ხარჯები დაფარო და რა თქმა უნდა მოგებაც გააკეთო. და ესე ვთქვათ შენი მიზანიც უნდა იყოს რომ რაც შეიძლება უფრო და უფრო მეტი კაპიტალი რომ მიიღო ამ პროფირმაში. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, $40,000-იანი კაპიტალი გაქვს, ანუ 4-ჯერ $10,000-იანი $10,000-იანი აკაუნტი გაქვს, სადაც ესე ვთქვათ live აკაუნტი და შენ თუ გააკეთებ ფულს, რა თქმა უნდა გირიცხავენ 80%-ს, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური. მოდი ვთქვათ მეგობრებო, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ანუ 10% არ გვინდა ვთქვათ, რომ ყოველთვის ამოფრო მთვიურად თუ შენ აკეთებ 5-დან 10%-მდე, საშუალოდ 7-8% ეს არის იდეალური. მაგრამ მოდი ავიღოთ მეგობრებო, რომ შენ გააკეთო 40,000-ზე 5%. 40,000-ის 5% არის, ანუ 40,000-ის 10% არის 4,000 და 5% არის $2,000 მეგობრებო. ანუ შენ გააკეთე $2,000, ესე ვთქვათ, შენ უკვე ხარ მოგებაში. ეს $1,110-ს უკვე დაფარე და ხარ უკვე $890-იან მოგებაში. ეს აკაუნტი შენ ისევ გაქვს, იმიტომ რომ არის live აკაუნტი და შეგიძლია ამაზე ივაჭრო რამდენიც გინდა. ასევე რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის კარგი, არის ის მეგობრებო, რომ როცა შენ გაქვს რამოდენიმე აკაუნტი, თუ შენ ერთ აკაუნტზე გაქვს losing streak-ი, მეორე აკაუნტზე არ გაქვს. ამიტომ ეს ემოციებთანაც, რა თქმა უნდა, ემოციებზე ძალიან ბევრ გავლენას შვრება, ანუ უფრო მშვიდად ხარ, იმიტომ რომ შენ ერთი $10,000-იანი live აკაუნტი თუ დაკარგე, იცი რომ კიდევ 3 გაქვს. მაგრამ შენ ერთჯერადაც თუ ქონდა ეს 40,000, მაგ შემთხვევაში losing streak-ში რომ მოხდე, შეიძლება პანიკაში ჩავარდე და თქვა რომ აი შემეძლო payout-ი გამეკეთებინა, ვერ გავაკეთე, ან
თუ დავკარგეს აკაუნტი, აღარ მექნება live აკაუნტი და ანუ ემოციებს მას შეიძლება აგეყოლოს, სულელური ტრეიდები გააკეთო და ანუ შეიძლება საერთოდ ეს აკაუნტიც დაკარგო, ამიტომ როცა გაქვს რამოდენიმე 10,000 აკაუნტი, ან რამოდენიმე 50-იანი ან 100,000-იანი, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ რაოდენობაზე აქვს საუბარი, როცა გაქვს რამოდენიმე სხვადასხვა live აკაუნტი, მაგ შემთხვევაში უფრო მშვიდად ვაჭრობ, იმიტომ რომ ერთ აკაუნტზე თუ მოხდი losing streak-ში, მაგ შემთხვევაში იცი რომ გაქვს მეორე აკაუნტიც და შეგიძლია გადაინაცვლო მეორე აკაუნტში და ესე ვთქვათ, ცოტა ხანი დაისვენო იმ აკაუნტზე, რომელზეც გაქვს losing streak. რო გავაგრძელოთ ახლა მეგობრებო, ანუ ჩვენ გავაკეთეთ აქ უკვე მოგება, ჩვენი ინვესტიცია უკვე ამოღებული გვაქვს დამატებით კიდე $890 დარჩენილი. $890 დარჩენილი მეგობრებო, პლუს ამას $40,000 ესე ვთქვათ, live აკაუნტიც გვაქვს. რა შეგიძლია ამ შემთხვევაში გააკეთოთ მეგობრებო, შეგიძლია ამ $890-ით წახვიდე, აღნიშნო მეგობრები დაპატიჟო, აშენ, რაც ნორმალური არის და შეიძლება, ამაში არანაირი პრობლემა არ არის და მე არანაირი პრობლემას არ ვხედავ, მაგრამ რაც შეგიძლია გააკეთო არის ის კიდევ რომ შენ გააკეთო ესე ვთქვათ, შენი კაპიტალის სკელინგი, ანუ შენი კაპიტალი გაზარდო, სავაჭრო კაპიტალი გაზარდო. ანუ ჩვენ აქ რა თამაშიც დავხაზეთ, მეგობრებო, არ დაგვეწოს რომ ტრეიდინგი არის ჩვეულებრივი თამაში. ჩვენ აქ რა თამაშიც დავხაზეთ ახლა და რაც გამოვითვალეთ, შეგიძლია ეს გააკეთო n რაოდენობით, რამდენჯერაც გინდა. ამ $890 მეგობრებო, შეგიძლიათ დაამატოთ კიდე რამდენი? ვთქვათ რომ $890 გავყოთ $185-ზე, შეგიძლია კიდე დამატო 4.8 ახალი $10,000-იანი აკაუნტი, მოდი ვთქვათ რომ არის 5, იმ 5-დანაც 2 challenge თუ გახვედი და 2 $10,000-იანი აკაუნტი თუ გაქვს, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია აქ დავამატოთ კიდე $20,000 და $40,000-ის მაგივრად გექნება $60,000 სავაჭრო კაპიტალი. ამ შემთხვევაში აქაც რომ გააკეთო 5-დან 10%-ამდე, მოდი ისე ვთქვათ რომ აკეთებ 5%-ს, მაგ შემთხვევაში გაქვს $3,000 დამატებით. რა თქმა უნდა, აქედან გართმევენ კიდე 20%-ს, ეს არ დაგვეწოს მეგობრებო, აქ სხვათა შორის არ გამომითვლია 20% ამაზე, მაგრამ არ დაგვეწოს აქ რომ 20%-ს გვართმევენ და ჩვენ გვერიცხება 80%. ვთქვათ რომ $3,000-ის 10% არის 300, 20% არის 600, ანუ ამ $3,000-დან გვერიცხება $2,400 და $2,400 მეგობრებო, უკვე შეგვიძლია ვიყიდოთ უფრო დიდი აკაუნტები, როგორც არის 50,000, 100,000, 200,000 და ასე შემდეგ. და ესე ვთქვათ, ამ თამაშს რომ მიყვები და ამ თამაშს რომ გაიმეორებ რამდენიმეჯერ მეგობრებო, თქვენ გექნებათ ესე ვთქვათ max ალოკაცია და გექნებათ უკვე დიდი კაპიტალი იმისთვის რომ იმივაჭროთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მეგობრებო ერთ-ორ დღეში არ ხდება. რა თქმა უნდა ეს აკაუნტების ჩელენჯები რო გაიაროთ არის 4 დღე, ანუ ჩელენჯისთვის მინიმუმ 4 დღე უნდა ივაჭრო, ვერიფიკაციისთვისაც მაქსიმუმ 4 დღე უნდა ივაჭრო, ამიტომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოითხოვს დროს, მაგრამ ესე ვთქვათ, თუ გააგზელებთ ამას და თუ მიყვებით თქვენ გეგმას, დარწმუნებული ვარ რომ ეს გეგმა იდეალურად გამოგივათ. ასევე მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ ავალთ 1000 subscriber-ზე ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამ ვიდეოს live-ში. ანუ ამ ყველაფერს მე განახებთ live-ში.